2026 წლის პირველი დაქოქვა. კაპოტი რო ავხადე რაღაცეების გაწმენდა მინდოდა და მივედი ნაჭრის ასაღებად ონკანთან. და ეხლა ნახეთ. სანამ მანქანა თბება, მოგიყვებით რა უნდა გავაკეთო ამ ვიდეოში. დადგა 2026 წელი, გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ. და როგორც იცით, მაყუჩების შესახებ კანონში, ან ხმაურის კანონში მოხდა პატარა კორექტირება, ცვლილება, რაც საშუალებას მაძლევს უკვე დღის განმავლობაში ჩემი კონკრეტული ეს მანქანა გამოვიყვანო გარეთ და გადავადგილდე შეფერხების გარეშე. ამასთან ერთად დადგენილი დეციბელების ნორმა, ჩემი პირადი აზრით და არა მარტო ჩემი პირადი აზრით, ძალიან ბევრი ადამიანის აზრით არის შეუსაბამო იმ თანამედროვე ავტოპარკისა, რომელიც საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ თუნდაც ქარხნულ მდგომარეობაში იწარმოება და აქვთ უფლება რომ გზებზე გადაადგილდებოდნენ ყველანაირი კანონის დარღვევის გარეშე. ამიტომაც დღეს გადავწყვიტე რომ წავიდე ტექდაცვალების ცენტრში, გავატაროთ მანქანას ტექინსპექტირება და გავიგოთ რეალურად რამდენ დეციბელს გამოყოფს ჩვენი კაკიმოტოს მთლიანი გამშვების სისტემა, რომელიც ეგრეთ წოდებული aftermarket გამშვების სისტემა, მაგრამ სრულიად ქარხნულ მდგომარეობაში არის, ანუ თავის რეზონატორით, კატალიზატორით და ასე შემდეგ. სანამ დავიძრებით, უნდა ჩავძრე მანქანის ქვეშ და მივაყენო თავისი ქარხნული კატალიზატორი, რადგანაც დროებით მოხსნილი მქონდა ნასტროიგის გამო, ეგრეთ წოდებული ნასტროიგის გამო და ეხლა შემიძლია უკან მივაყენო და ისე დავიძრა ტექინსპექტირების ცენტრისკენ. ესეც ჩვენი კატალიზატორი. ესეთ ყველაფერი კარგად უნდა გქონდეს, მაგრამ მაინც გადავამოწმოთ. შიგნით თუ გავიხედებით, მე მგონი კარგ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ჩანს იქით ამ მხარე მშვენივრად ახრეტებში და ძალიანაც კარგი. ეხლა დავაყენოთ ეს და დავიძროთ. თვალსაჩინოებისთვის აი ესე გამოიყურება ჩვენი მანქანის ძირი, ამ შემთხვევაში მაყუჩის სისტემას დაგათვალიერებინებთ. ეს არის კაკიმოტო რეისინგი Reguno 6R, თავისი რა თქმა უნდა ჯასმას სერტიფიკატით. ეს არის ბოლობაჩოკი, რომელიც შემდეგ მიდის თავისი სერიული ნომრით. ეს არის უკვე ჩვენი რეზონატორი. აგერ და რეზონატორიდან კი უკვე მიდის მილი, რომელიც ერთდება კატალიზატორთან. და კატალიზატორიდან ასევე კაკიმოტოს გაგრძელება, რომელიც არის როგორც უკვე აღნიშნე, ქარხნული. ანუ მთლიანად ეს ჩვენი მაყუჩი გამშვების სისტემა არის ქარხნული კაკიმოტო. შემაწუხებელი ნამდვილად არ არის და ვერ ხვდები აი ამის ხმაურმა როგორ შეიძლება ვინმე შეაწუხოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ვაძრავებზე რა მაყუჩებიც უყენიათ ხოლმე და როგორც არის ქარხნულად გამოშვებული, იმათზე ჩუმიც კი არის დაბალბრუნებზე. კატალიზატორი დაყენებულია, ცოტაოდენი წვალების შემდეგ, всё, ეხლა მზად ვართ, შეგვიძლია წავიდეთ. ამასობაში ჩემი ძმაც შემოგვიერთ და ლაშასაც გასატარებელი ქონდა ტექდათვალიერება და ბარემ არ დავიზარეთ და ერთად წავედით. სანამ გზაში ვართ, თან ცოტას დაგელაპარაკებით. მოკლედ ამჟამიდან მდგომარეობით რა სიტუაციაც არის. შესაძლებლობა გვაქვს რომ დილის 8-დან საღამოს 11 საათამდე გადავადგილდეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი ავტომობილები თუნდაც გადაკეთებული მაყუჩებით და წესით და რიგით არავინ არ შეგვეხება, არავინ არ გაგვაჩერებს ამის გამო, ხოლო საღამოს 11 საათიდან უკვე დილის 8 საათამდე გვაქვს ვალდებულება რომ ჩვენი გამშვების სისტემები მანქანებზე იყოს მორგებული
80 დეციბელიან ზღვარს. რაც რეალისტურად რო ავიღოთ, იმდენად დაბალი მაჩვენებელია, რომ აი როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე, ძალიან ბევრი ქარხნული წარმოების მანქანაც კი სპორტული თუ ნახევრად სპორტული, რომელიც road legal არის, ეგრეთ წოდებული, ანუ ლეგალურად შეუძლია გადაადგილება გზებზე, ევროპის თუ ამერიკის სტანდარტებით, მაინც ვერ მოახერხებენ ამ კრიტერიუმში ჩაჯდომას. ველით ახალი წლის შემდეგ, როგორც ვიცი, იქნება გაზიარებული ის მეთოდიკა თუ რა მეთოდიკით ზომავენ ამ მაყუჩებს, ამ ქარხნულ მანქანებზე და ძალიან საინტერესო არის, რამდენად დაემთხვევა ის იმ ეს თქვათ გავრცელებულ სტანდარტებს, როგორც ვიცით, რომ და გაიზომოს ეს მაყუჩები, ხო, ანუ დაახლოებით 1 მეტრი დისტანციიდან, დაკალიბრირებული დეციბელების საზომით და ასე შემდეგ. ამიტომაც ველოდებით ამ სიახლეს. ამასობაში კი სხვა გზა არ გვაქვს, უნდა მოვერგოთ ამ ყველაფერს და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ჩვენი ავტოტრანსპორტო საშუალებები იყოს გამართული და რამენაირად ჯდებოდეს ამ კრიტერიუმებში. უკანწადი. შევიდა პაციენტი. რა, ვერაო? არ ვიცით როგორ ამოვა აქ და მომაყარეს. თუ არ ამოვიდა რა შვებით? თუ არ ამოვიდა, ალბათ წავალთ სხვა ტექნოლოგიების ცენტრში და ვეცდებით რომ იქ გავატაროთ მანქანა. წამოვედით ახლა დასკვნა არის შემდეგი. რაც შეეხება ხმაურს, 88 დეციბელი აჩვენა ჩემმა მანქანამ 3200 თუ 3000 ბრონზე დაახლოებით, ანუ როგორც უნდა იზომებოდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ახლანდელი კანონმდებლობით, ესე იგი, მანქანა, რომელსაც უყენია aftermarket, მაგრამ სრულიად გამართული გამოშვების სისტემა, ისიც კი ვერ მოახერხებს გადაადგილებას ღამის 11 საათის მერე ისე, რომ არ დაჯანმდეს. ოი ხო, ჩემი ძმა ვერავიდა მოყინულზე, ანუ თოვლი იყო და აღმართი იყო ცოტა და ეხლა მივდივართ კიდე სხვა ტექინსპექტირების ცენტრში, სადაც უფრო სწორი შესასვლელი იქნება და წესით გადავა და აბა ვნახოთ ის რას იზავს, როგორ გაივლის. ეხლა გააფორმებს ლაშა მანქანას და შევიყვანთ. ესეც ეს ერიკ შვიდმა გაიარა წარმატებით ტექინსპექტირება, როგორც მოსალოდნელი იყო. ხმაზე არ ვკითხოთ, იმიტომ რომ ყველა დეციბალი აქვს საერთოდ რაც კი არის. მაგრამ რაც თავარია, მანქანა სრულიად გამართულია და ყველა ნორმის ფარგლებს აგმაყოფილებს. და ის თუ სულ ეს იყო, თუმცა წინ ძალიან საინტერესო გეგმები მაქვს ამ მანქანასთან და ჩემთან დაკავშირებით. და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ისე გამოვა, როგორც მე მაქვს ჩაფიქრებული. დიდი ხონა მექნება, რომ თუ მოგეწონათ ვიდეო და ალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, დაწეროთ კომენტარი. ეს დაეხმარება ჩემს ვიდეოებს, რომ ალგორითმა კიდევ უფრო წინ წაწიოს და უფრო მეტ ადამიანს შესთავაზოს ვიდეოები. ძალიან ბევრი ძალისხმევა მოჭირდება ამ ყველაფერს, ამიტომაც დიდი მადლობა, რომ ჩემთან ხართ, მიყურებთ და მე შევეცდები, რომ მაქსიმალურად საინტერესო ვიდეოებით მოგამარაგოთ ხოლმე მომავალშიც. მადლობა ყურადღებისთვის.